მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ნინო ლომჯარია, არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი. და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ გასულ წელზე, ისევ ტრადიციას მიუყვებით, რომ შევაფასოთ გასული წელი და ჩემთვის საინტერესო არის დემოკრატიის თვალსაზრისით, ადამიანის უფლებების მხრივ, რა იყო ამ გასულ წელს წინ გადადგმული ნაბიჯი და ასევე სამწუხარო უკან გადადგმული ნაბიჯებიც. გავიწყოთ მაშინ უფრო პოზიტივით. ჩემთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის საარჩევნო პროცესები და საერთოდ თვლი რომ ის თუ როგორ ჩატარდება არჩევნები და როგორ შეიქმნება ხელისუფლების ორგანოები, ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია და ფაქტიურად განსაზღვრავს იმას თუ როგორი იქნება დემოკრატიის დონე ქვეყანაში, ადამიანის უფლებების დაცვა და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ტარდება არჩევნები. ვფიქრობ რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ქონდა ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგალითად ის რომ ჩვენს ქვეყანაში პირველად საზოგადოებამ პირდაპირ წესით აირჩია ყველა თვითმმართველი ქალაქის მერი და ასევე გამგებელი. არჩევნების დღემ ჩაიარა კარგად, შეიძლება ვთქვათ და საერთო ჯამში ვფიქრობ რომ იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უკეთ ორგანიზებული არჩევნები, ვიდრე თქვათ წინა წლებში. ეს არის მერის არჩევნებზე საუბრობთ და თვითმმართველობის არჩევნებზე 2014 წლის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ალბათ თვითონ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება, იმიტომ რომ რიგი ვალდებულებები მოსდევს ამ ხელშეკრულების რატიფიცირებასთან, რაც ქვეყნის ინსტიტუტების დემოკრატიზაციას და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას და გარანტიების შექმნას ითვალისწინებს. ამიტომ ეს გარკვეულწილად ხელისუფლების საქმიანობის ერთგვარი მიმართულებაც არის, როგორ უნდა იმუშაოს მან მომავალი წლების განმავლობაში. და ალბათ ყოველ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ რომ სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხი წინა წლებთან შედარებით არის გაზრდილი, თუმცა ნამდვილად არის საქმეები, რომლებიც კითხვის ნიშნებს ბადებენ და ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ სასამართლო და მით უმეტეს სამართლო არის საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, რამდენადაც ვიცი, საკმაოდ კრიტიკული არის სწორედ სასამართლოს. დიახ, არის საქმეები, განსაკუთრებით ეს პოლიტიკური თანამდებობის პირების დაკავების საქმეები, რასთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა, შეკითხვები არის, განსაკუთრებით სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, თუმცა ამაზე ალბათ მეორე, თქვათ, უარყოფით ხარებთან დაკავშირებით მინდა ვისაუბრო. თუმცა ალბათ რაც ასე ვთქვათ, კიდევ ერთი პოზიტივი იყო ის, რომ სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტები მეტნაკლებად ინარჩუნებენ დამოუკიდებლობის ფას ერთმანეთისაგან და გარკვეულწილად აი ამ დაბალანსების და გაწონასწორების ნიშნები არსებობს. იგივე ვთქვათ, პარლამენტისა და თქვათ მთავრობის საქმიანობის თუ სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ვერ ვიტყვი ნამდვილად რომ ეს არის ის რაც ჩვენ გვინდა რომ იყოს, თუმცა ეს ნიშნები არის. თვითონ ის ფაქტიც რომ პარლამენტში მართლ კოალიციაშიც გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა და საკითხების განხილვას თან სდევდა დებატები, ესეც ალბათ არის რაღაცა ქართული დემოკრატიის ჩანასახი, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს და უნდა განვითარდეს ამომავლად. თუმცა რაც შეეხება ხა პრობლემებს, ალბათ ყველაზე მეტად და თვალსაჩინოდ ეს თუ როგორ მუშაობს ქართული სახელმწიფო და რას ანიჭებს ხელისუფლება პრიორიტეტს, ალბათ გამოიკვეთა მოსმენების კანონთან დაკავშირებული დებატების და თვითონ ამ პროცესის მიმდინარეობის დროს, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ ხელისუფლებისთვის დღესდღეობით პრიორიტეტი არ არის ადამიანის უფლებათა დაცვაზე მეტ პრიორიტეტს ის ანიჭებს სამართალდამცავი ორგანოების უფრო მარტივ და ეფექტურ და საქმიანობაზე, რაც სარგებლობენ, ანუ იყენებენ უსაფრთხოების არგუმენტებს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ აქ საკითხი დგას იმასთან მიმართებით, სამართალდამცავ ორგანოებს უფრო მეტად როგორ გაუადვილდებათ საქმიანობა, უფრო მეტ კონტროლს როგორ განახორციელებენ თითოეულ ჩვენგანზე და ანუ ამ სასწორზე მათ ნამდვილად ესე ვთქვათ გადაწონა იმ არგუმენტებმა, რაც ხელს აძლევდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მარტივად თუ შესაძლებელი არის მაყურებლისათვის რომ ავხსნათ ეს კანონი რომელიც მიღებული იქნა, რას გულისხმობს, აი მთავარი ხარვეზი რა არის იქ? ორი სიტყვით გეტყვით რა იყო პრობლემა და რა რჩება პრობლემად. პრობლემა რჩება ის, რომ დღესდღეობით არსებობს ისეთი ტექნიკური საშუალება შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას თითოეული მობილურ
ასე ვთქვათ, თითოეული ადამიანის კომუნიკაციასთან კონდეს პირდაპირ წვდომა შეუზღუდავად. ეს არის როგორც SMS-ები, სატელეფონო საუბრები, ასევე ინტერნეტ კომუნიკაციის საშუალებებიც და ეს შეუძლიათ მათ განახორციელონ სასამართლო ნებართვის გარეშეც, იმიტომ რომ კანონმდებლობა მეტნაკლებად ამას არეგულირებს, მაგრამ ტექნიკურად მათ ხელი მიუწვდებათ აი ამ კომუნიკაციაზე, რაც წარმოადგენს ძალიან უხეშ ჩარევას ჩვენს პირად ცხოვრებაზე და არ უღებს კონსტიტუციით დადგენილ გარანტიებს. ჩვენი სურვილი და აი ამ კამპანიის, თქვათ, მამოძრავებელი ძალა იყო ის, რომ იმდაგვარად ყოფილიყო მოწყობილი ტექნიკურად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ქონოდა პირდაპირ და უშუალო წვდომა თითოეული ჩვენგანის კომუნიკაციაზე და ყოფილიყო რაღაცა მეორე ან მესამე, ასე ვთქვათ, ინსტიტუტი ჩართული, რომელიც ნებართვას მისცემდა თითოეული, თქვათ, პირის მოსმენასთან დაკავშირებით, როდესაც იარსებებდა საგამოძიებო თუ უსაფრთხოების თუ სხვა ინტერესები. მაგრამ ჩვენ მივიღეთ დღესდღეობით, ანუ თავდაპირველად იცით ხელისუფლების რეაქცია მახსოვს, როდესაც ისინი დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ ფარული მოსმენები, უკანონო მოსმენები არ ხორციელდება. თუ კამპანიის დასასრულს უკვე შევხედავთ, იქ ფაქტურად არავინ აღარ დაობდა იმაზე, რომ ესეთი პრაქტიკა არსებობს. უბრალოდ საუბარი იყო იმაზე, საჭიროა თუ არა ეს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის არსებობდეს ესეთი პრაქტიკა და როგორ უნდა შევცვალოთ. მე ვფიქრობ, რომ ესეც ალბათ ერთგვარი მიღწევა იყო ამ კამპანიის, თუმცა რა თქმა უნდა, საბოლოო ის რაც დღეს გვაქვს, ნამდვილად არადამაკმაყოფილებელია, იმიტომ რომ მთავარი პრობლემა, რომ შსს ტექნიკურად არ მიუწვდებოდეს ხელი კომუნიკაციაზე, ადამიანების კომუნიკაციაზე, ეს გადაჭრილი არ არის. ამის ნაცვლად, ასე ვთქვათ, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის სრულიად არასწორი ფუნქციით შემოვიდა აი ამ პროცესში. ერთის მხრივ მისი ვალდებულება, რომ აკონტროლოს, რომ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა არ კონდეს ხელისუფლებას უკანონო, თუმცა ის აი ამ პროცესში გვევლინება ერთგვარ მხარედ, რაც ინტერესთა კონფლიქტს ქმნის, ამიტომ მისი მხრიდან კონტროლის განხორციელების ეფექტურობა ნამდვილად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამიტომ ეს საკითხი ალბათ რჩება პრობლემად. დღის წესრიგში რჩება ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად და აუცილებლად ვაპირებთ, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ვიაქტიუროთ. შეიძლება ითქვას, რომ ამით რაღაცნაირად დასრულდა საუბარი იმ უკან გადადგმულ ნაბიჯებზე დემოკრატიის მხრივ, რომელიც ვერ ვიტყვი, ალბათ 2012 წლის არჩევნების შემდგომ ერთ-ერთი, ვთქვათ, მიღწევა, რაზეც საუბრობდით, იყო მედიის დამოუკიდებლობა. საქართველოში ბოლო 2 წლის განმავლობაში არსებობდა მრავალფეროვანი მედია. ვერ ვიტყოდი, რომ თითოეული მათგანი იყო მიუკერძოებელი და ჩარევის ცდელობას ადგილი არ ქონია, თუმცა საზოგადოებას ხელი მიუწვდებოდა და მიუწვდება მრავალფეროვანი ინფორმაციაზე. შეიძლება ეს იყოს პოლიტიკურად, ვთქვათ, მოტივირებული, ესა თუ ის გადაცემა თუ თოქ-შოუ, მაგრამ საზოგადოებას წვდომის პრობლემა ნამდვილად არ ქონია. თუმცა იგივე აი უკანასკნელ პერიოდში მაესტროზე განვითარებულმა მოვლენებმა გარკვეულწილად რაღაც სააშკაროზე გამოიტანა ის ფაქტი, რომ ცდელობებს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევისა აქვს ადგილი. შესაძლებელია დღეს მედია ჟურნალისტები ამას უმკლავდებიან, ან ამას ისეთი, ვთქვათ, უარყოფითი გავლენა საერთო გარემოზე არ აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ესეთი მცდელობები არსებობს, რაც დღესვე თუ არ შეჩერდა, რასაც დღესვე თუ არ ვისაუბრეთ ძალიან ხმამაღლა და არ ვიქნებით კრიტიკულები, სამომავლოდ ამას აუცილებლად მიეცემა სულობა, იმიტომ რომ ნებისმიერი ხელისუფლება მიდრეკილია იმისკენ, რომ ხელში ჩაიგდოს და აკონტროლოს მედია საშუალებები. გეთანხმებით აბსოლუტურად ამ შემთხვევაში და ნამდვილად ყოველთვის ესე იწყება რატომღაც, რომ თავიდან ხელისუფლება პირველი 1 წელი, 2 წელი მაქსიმუმ რაღაცნაირად თავისუფლებას აძლევს ხოლმე მედიას, მაგრამ რაღაც ეტაპზე უკვე ხვდება, რომ ამდენი თავისუფლება არ შეიძლება, დიდი ძალა აქვს. რაც თავარია ხვდება, რომ ყველა იმ დაპირებებს ვერ ასრულებს, რომელიც მოსახლეობას მისცა, პრობლემები უფრო ზემოთ ამოდის. და ამის მიჩქმალმა სწორედ ცდილობს, რომ რაღაცნაირად მედია მოთოკოს და ამაზე არ იყოს საჯაროდ საუბარი. კიდევ ერთი რამ, რაც მინდოდა მე თქვა, ალბათ პრობლემები არ გამოიხატება იმაში, რაც მოხდა, ანუ რაღაცა ცუდ მოვლენაში. ხო, პრობლემა გამოიხატება ასევე იმაში, რა უნდა გაკეთებული იყო და არ გაკეთდა. მე ვფიქრობ, რომ ეს თუნდაც 1 წლის განმავლობაში ხელისუფლებას ჰქონდა ძალიან კარგი დრო და საშუალება, რომ სხვადასხვა მიმართულებით გამოეხატა პოლიტიკური ნება და სურვილი, რომ დაწყებული იყო ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები. მაგრამ ესა თუ ის რეფორმა რაც დაიწყო, ფიქრობ, რომ იყო ზედაპირული და რეალურად ხელისუფლებას არ გამოუხატავს რაღაცა მკვეთ
მკვეთრად მკვეთრი ცვლილებებისათვის პოლიტიკური ნება. ეს ეხება როგორც იგივე სასამართლო რეფორმას, იგივე საარჩევნო რეფორმას. 2 წელიწადში ჩვენ გვაქვს არჩევნები და თუ კი იმ საარჩევნო სისტემით ჩატარდა არჩევნები, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, ეს ვფიქრობ, რომ ნამდვილად არ იქნება შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. დღევანდელი ქვეყნის პოლიტიკური დონეს უკვე აღარ შეესაბამება ის სისტემა, რაც ჩვენ გვაქვს, ამიტომ ამ სისტემაში ჩატარებული არჩევნები მე ვფიქრობ, რომ არ იქნება სამართლიანი. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ხელისუფლება აცხადებდა, რომ საარჩევნო რეფორმა გასატარებელია და ის მზად არის დაიწყოს რეფორმა, დღემდე არანაირი ქმედითი ნაბიჯები მათი მხრიდან არ გადადგმულა. ასევე ეხება იგივე თვითმმართველობის რეფორმას, რაც ერთ-ერთი ძირითადი დანაპირები იყო ახალი ხელისუფლების. ამ მიმართულებითაც ძალიან მოზომილია ხელისუფლება და არ დგამს რადიკალურ, ესე ვთქვათ, პოზიტიურ ნაბიჯებს. ძალიან, ესე ვთქვათ, მცირე დოზით ცდილობს გარკვეულწილად გაუმჯობესებას არსებული, ვთქვათ, მდგომარეობის, თუმცა ეს ნამდვილად არ არის საკმარისი. მე ვფიქრობ, რომ დღეს ხელისუფლებას ქვეყანას ჭირდება უფრო რადიკალური რეფორმები, რა თქმა უნდა, რაღაცა უფრო მეტი, სხვა დემოკრატიული რეფორმები და მე ესეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ხელისუფლება ძალიან ფრთხილობს შეცვალოს ის დანერგილი თუნდაც ცუდი პრაქტიკა, რაც არსებობს და თითქოს ის უფრო კომფორტულად გრძნობს აი ამ გარემოში თავს და აღარ არის ესეთი მონდომებული, როგორც ის იყო, თქვათ, ოპოზიციის დროს. იმიტომ რომ ეს სისტემა ნებისმიერი ხელისუფლების ხელში ალბათ არის ძალიან მისთვის სასარგებლო იარაღი. და რა არის ჩაგიკითხები ზუსტად რა არის გასაკეთებელი თუ არის შესაძლებელი ესეც რომ მარტივად ავხსნათ მაყურებლისათვის აი საარჩევნო სისტემაში ვთქვა. საარჩევნო სისტემას რაც ელექტრონულ გადასტურებაში. არა, საუბარია მე მესმის ცოტა რთული საკითხია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველაფერი ზოგადად პოლიტიკური კრიზისიც, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა, ხელისუფლების შტოთა ბალანსი და ასე შემდეგ იწყება იქიდან თუ როგორ ჩავატარებთ არჩევნებს. დღეს, ასე ვთქვათ, ბიულეტენის გაყალბების პრობლემა ნაკლებად გვიდგას. ჩვენ უფრო საუბრობთ სისტემურ პრობლემებზე, ანუ როგორი წესით ვირჩევთ ჩვენ დეპუტატებს თუ წარმომადგენლებს საკრებულოში. ჩვენი სისტემა ეს არის შერეული სისტემა, რომელიც ნახევარი, ასე ვთქვათ, შედგება მაჟორიტარული წესით, ნახევარი პროპორციული წესით არჩეული წევრებისგან და ამ სისტემის ერთ-ერთი ბევრი უარყოფითი ნაკლი აქვს. ერთ-ერთი არის ის, რომ ის არ ასახავს პროპორციულად მიღებულ პროცენტს მანდატებში, ანუ პარტიამ შესაძლებელია მიიღოს, თქვათ, 20%, მაგრამ მას პარლამენტში ყავდეს 10%-იანი წარმომადგენლობა, ან მიიღოს 30% და ყავდეს 50%-იანი წარმომადგენლობა. ამიტომ ეს ქმნის სერიოზულ დისბალანსს, უსამართლობის განცდას, არა პროპორციულ პოლიტიკურ წარმომადგენლობას, ანუ საზოგადოების განწყობები, პოლიტიკური განწყობები და შემადგენლობა პარლამენტის ძალიან დაშორებულია. ამიტომ ის, რაც მიმდინარეობს პარლამენტში, ის არ ასახავს რეალურად საზოგადოებაში არსებულ განწყობებს. გარდა ამისა, პრობლემატურია ერთი ხმის თანაბრობის საკითხი, რაც ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია საარჩევნო საკითხში, როდესაც სხვადასხვა ზომის, მასშტაბით სხვადასხვა საარჩევნო ოლქები ირჩევენ თანაბარ წარმომადგენლობას, ანუ ერთ წარმომადგენლობას. განსხვავება არის დაახლოებით 100%-შიც კი სხვადასხვა ოლქებში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი სისტემა აბსოლუტურად არ არის კეთილგანწყობილი ქალთა წარმომადგენლობის მიმართ, ამიტომაც ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი წარმომადგენლობა ქალებისა ევროპაში და მე ვფიქრობ, რომ ესეც არ შეესაბამება ჩვენს ალბათ სტანდარტებს და თუნდაც ჩვენი განვითარების, თქვათ, იმისკენ საითკენაც ვისწრაფით, ნამდვილად არ ასახავს ეს წარმომადგენლობა. ჩვენ ქვეყანაში ქალები გაცილებით მეტია ბოლო მონაცემებით, ანუ 50%-ზე მეტი ქალებია, თუმცა პარლამენტში 11%-იანი და 10%-იანი წარმომადგენლობა გვაქვს, რაც ცოტა არ იყოს და არ შეესაბამება ნამდვილად რეალობას. კვოტების სისტემას ჩვენ ძალიან აქტიურად ლობირებთ კვოტირების სისტემას, რომელსაც ბევრი მოწინააღმდეგე ყავს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ბევრმა კვლევამ და გამოცდილებამ ცხადყო, რომ თუ არა ეს ხელოვნური მექანიზმები საწყის ეტაპზე ვსაუბრობ, სხვა მხრივ ალბათ დაგვჭირდება ათწლეულები, რომ ჩვენ თქვათ ბუნებრივად გაუთანაბრდეს ქალთა და მამაკაცთა წარმომადგენლობა. ქალების თემა შევეხეთ და ალბათ ვერავცდებით, რომ თუ შეიძლება სანამ დავიწყებთ საუბარს სამოძრაობაზე, ჩაგიკითხებით, მაინტერესებს, რომელმა ქვეყნებმა გამოიყენეს თუ იცი ეს კვოტირების სისტემა, სადაც ქალები და მამაკაცები უნდა იყვნენ სრულად წარმოდგენილი.
და როგორ ხდება ეს, ანუ მე რამდენიმე დისკუსიას ვუსმინე ამ თემაზე, უნდა ვაღიარო, რომ არა ვარ ძალიან ღრმად ჩახედული, რომ ზოგმა ქვეყანამ დროებით აირჩია ეს სისტემა, შემდეგ უკვე როდესაც ეს რაღაცნაირად კალპოტში ჩადგა, შემდეგ უკვე თავისუფალი არის. ძალიან ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის დასავლური ევროპის ქვეყნებმა, მე უბრალოდ არ მინდა შემეშალოს ამ რიცხვში ხდება თუ არ ვწდები ესპანეთიც, ასე ვთქვათ, იტალია და სხვა ქვეყნები, ანუ ეს არის განვითარებული დემოკრატიის ქვეყნები, რომლებიც დროებით ზომად იყენებენ კვოტებს, ასევე არსებობს თქვათ არასავალდებულო კვოტები, როდესაც პარტიები იღებენ პოლიტიკურ ვალდებულებებს, რომ ისინი თავიანთ სიებში შეიყვანენ ქალებს, ეს მათთვის ისეთივე სავალდებულოა, როგორც თქვათ საკანონმდებლო დონეზე, თუმცა ერთ-ერთი წარმატებული მაგალითად აფრიკის სახელმწიფო რუანდა, სადაც მოხდა ქალთა გენოციდი, იყო საერთაშორისო კონფლიქტი და ეს პრობლემა განსაკუთრებით წვავეთ იდგა, აქ ეს სახელმწიფო არის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი, როგორ მოხდა ქალთა და მამაკაცთა წარმომადგენლობის გათანაბრება სწორედ ხელოვნური, ესე ვთქვათ, საწყისი ბარიერების გათვალისწინებით. მე ვფიქრობ, რომ ეს არის თემა, რომელსაც ალბათ უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ პირველი რეაქცია ალბათ საზოგადოების, მათ შორის ქალებისაც არის ის, რომ ჩვენ არ გვჭირდება რაღაცა ხელოვნურად გადმოგდებული მანდატები, ჩვენ ისედაც თქვა თანაბრები ვართ და ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ თანაბარი. და იგივე მამაკაცების რეაქცია არის ის, რომ რატომ უნდა დავუთმო ხელოვნურად ის, რაც მე მეკუთვნის, ანუ ქალს ამ შემთხვევაში. მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს ისეთი სოციალური გარემო, ისეთი თუნდაც ტრადიციები, ისეთი ფონი, რაც ქალს ხელოვნურად უქმნის ბარიერს, რომ იყოს აქტიური პოლიტიკაში. ამიტომ, როდესაც ეს ხელოვნური ბარიერები ქალისთვის არსებობს, როდესაც არ არსებობს სათანადო შრომის, თქვათ, ანაზღაურება არასათანადოა, სოციალური დაცვა არის არაადეკვატური, იგივე, თქვათ, ფეხმძიმეებისთვის და ასე შემდეგ. ეს ბარიერები ქალს ხელოვნურად უქმნის, ასე ვთქვათ, ბარიერებს, რომ იყოს აქტიური პოლიტიკაში. ამიტომ, როდესაც ხელოვნური ბარიერები არსებობს, სრულიად გამართლებულია, რომ იყოს ხელოვნური წამახალისებელი ზომები იმისათვის, რომ მივაღწიოთ იმ ბუნებრივ თანასწორობას, რაც უნდა არსებობდეს თავისუფალ და თანასწორ საზოგადოებაში. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის დროებითი ზომა, რომელიც, რა თქმა უნდა, მუდმივი არ იქნება და ის არ გულისხმობს მამაკაცთა ჩაგვრას, რა თქმა უნდა, უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ დღეს, როდესაც მაგალითად იყო არჩევნები თვითმმართველობის და მხოლოდ ერთი ქალი კანდიდატი გავიდა გამგებლების, თქვათ, გამგებლები და მხოლოდ ერთი ქალი გამგებელი გახდა და როდესაც ყველა მერი, ვინც კი დაასახელა მმართველმა კოალიციამ, რომელსაც ჰქონდა რეალურად შანსი იმისა, რომ არჩეულიყო, იყო მამაკაცი და გამგებლების ალბათ 90%-ზე მეტიც, 95-იც იყო მამაკაცი, ეს არის სწორედ ხელოვნურად აქცენტის გაკეთება მამაკაცებზე, იმიტომ რომ სხვა მხრივ ქალთა და მამაკაცთა, თქვათ, ასე ვთქვათ, შრომის უნარიანობას თუ ინტელექტ შორის რაღაც ხელოვნური განსხვავებები არ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ პარტიები სწორედ ხელოვნურად აკეთებენ აქცენტს მამაკაც კანდიდატებზე, რომლებსაც ბევრი უპირატესობები აქვთ. ქალთან შედარებით მათ უფრო მეტი დრო აქვთ, უფრო მეტი შესაძლებლობა, მათ შორის ფინანსური შესაძლებლობები და ამის გამო იჩაგრება ქალი, რომელიც ეს პრობლემა ალბათ ესეთია, მხოლოდ კვოტებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევცვლით. სასურველია ალბათ, მე ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა, რომ მომავალი წელი იყოს ალბათ სამოქალაქო რაღაცა განათლების უფრო მეტი სამოქალაქო განათლების და ცნობიერების ამაღლების წელი, რომელიც ალბათ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩვენი მიმართულებით უფრო მეტი უნდა ვიმუშაო და ხელისუფლებისთვისაც იგივე საგანმანათლებლო სფეროში ეს საკითხები უნდა იყოს პრიორიტეტი. და აქვე მივაყოლოთ შეგაწყვეტინე, როდესაც დაიწყო უკვე საუბარი, ალბათ ეს წელი მაინც გამორჩეული იყო იმით, რომ რაღაცნაირად დაიწყო სერიოზული, ძალიან მნიშვნელოვანი მოძრაობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და ქალების უფლებების დასაცავად. ალბათ კვოტირების სისტემაც ამ თემამ მათ ითამაშა როლი, რომ შემოიტანა. და შენი შეფასება როგორი არის ამის? გეთანხმებით, რომ იმ ტრაგიკულმა მოვლენებმა 27-28 ქალია თუ არ ვწდები უკვე გარდაცვლილი სწორედ იმის გამო, რომ ისინი იყვნენ ქალები და გენდერული ნიშნით იყო გახდნენ ისინი მსხვერპლი, საზოგადოება დააფიქრა ალბათ იმაზე, რომ მე მგონი მართლა არსებობს ჩვენ საზოგადოებაში ქალთა მიმართული ძალადობა, იმიტომ რომ ჩვენ ხო ისე აღვიზარდეთ და საზოგადოებისთვის ეს რაღაც უფრო დომინანტური აზრია, რომ ქალი არის ძალიან
პატივცემული საქართველოში და მისი ჩაგვრა როგორც წესი არ ხდება პირიქით, ხო? ანუ საზოგადოებას მიაჩნია, რომ ბევრი პრიორიტეტი აქვს ქალს დღევანდელ საზოგადოებაში. თუმცა აი ამ ფაქტებმა და იმანაც ალბათ რომ მედიამ როგორ გააშუქა ეს ფაქტები ძალიან აქტუალური იყო. თუ წინა წლებს გადავხედავთ, ქალები დაახლოებით 20 სწორედ აი ამ ნიშნით იღუპებოდა, თუმცა წელს ვფიქრობ, რომ მედიამ ამ თემის წინ წამოწევას ხელი შეუწყო და ალბათ მივედით იქამდე, რომ საზოგადოებას გაუჩნდა პროტესტი აი ამ საკითხის მიმართ და ქალებმა დაიწყეს ამაზე ხმამაღლა საუბარი და საზოგადოებამ აი ქალების ეს პროტესტი მიიღო სერიოზულად. იმიტომ რომ წლების განმავლობაში ქალთა მოძრაობების მიერ გაკეთებული განცხადებები გარკვეულწილად არ აღიქმებოდა სერიოზულად და საზოგადოების სოლიდარობა აი ამ საკითხის მიმართ ძალიან ნაკლები იყო. თუმცა ალბათ დღეს, როდესაც უფრო მეტი ესმის თვითონ ქალსაც მისი უფლებების შესახებ, როდესაც ესეთ ტრაგიკული შედეგები სახეზე გვაქვს, როდესაც ქალი უფრო ალბათ თავისუფალი და დამოუკიდებელი გახდა ფინანსურადაც და როდესაც თითოეული ქალის გარშემო ალბათ არსებობს ქალი, რომელიც არის ძალადობის მსხვერპლი და ყველა თითოეულმა ჩვენგანმა ეს მივიღეთ ალბათ როგორც საკუთარი პრობლემა და ჩვენი ახლობლების პრობლემა, უკვე საზოგადოებამაც დაიწყო ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი და მე ვფიქრობ, რომ ეს იყო კარგი დასაწყისი, იმიტომ რომ ის პირველი აქცია, რაც გაიმართა 23 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან ეს იყო პირველი აქცია, რომელიც არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ დაუორგანიზებია 25 ნოემბერს უკაცრავად. ანუ ეს არ იყო ხელოვნურად მობილიზებული აქცია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ციოდა და ცუდი ამინდი იყო, ვფიქრობ, რომ საკუთარი ნებით აი ამ საკითხზე პროტესტის გამოხატვა ბევრ ადამიანს გაუჩნდა სურვილი და ეს იყო ალბათ ძალიან ესე თქვათ კარგად მენიშნა, რომ ვფიქრობ, რომ მომავლოდ ალბათ ამ მოძრაობას შეუძლია უფრო მეტი გააკეთოს. მინდი ვიქონიოთ, რომ ხო ეს მოძრაობა რეალურ შედეგებსაც გამოიღებს და რამდენიმე წლის შემდეგ ვიტყვით, რომ ეს არის ქალთა მოძრაობა, რომელიც 2014 წელს დაიწყო და უკვე რაღაცა კონკრეტული შედეგებით იქნება დასრულებული. ბუნებრივია, საბოლოოდ არასდროს დასრულდება, იმიტომ რომ დასავლურ განვითარებულ ცივილიზებულ ქვეყნებში ჯერ ისევ მაინც მიუხედავად იმისა, რომ თავარი პრობლემა მოგვარებულია, მაინც გარკვეულწილად მიდის ეს ბრძოლა, ქალები ჯერ ისევ აგრძელებენ საკუთარი უფლებებისთვის, საკუთარი უფლებების მოპოვებას. და ბოლოს 5 წუთი დაგვრჩა გადაცემის დასრულებამდე, ჩემთვის ხო ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური ტკივნეული საკითხი არის თემა, რომელიც შეგვიძლია ასე დავარქვათ, წლევანდელი 2014 წლის 17 მაისი. შენი შეფასებით როგორი იყო? იყო ეს რაღაცნაირად ბრძოლიდან გასვლის წელი თუ როგორ შეგიძლია რომ შეაფასო? მე არ ვფიქრობ, რომ ეს იყო ან უკან დახევან ბრძოლიდან გასვლა, იმიტომ რომ ჩვენ შარშან დავინახეთ ის, რომ ძალიან რეალური იყო სამოქალაქო დაპირისპირება. მით უმეტეს, როდესაც გავითვალისწინოთ კონტექსტი ახლოვდებოდა რატიფიკაციის დღე ასოცირების ხელშეკრულების, ამიტომ ძალიან დიდი შანსი იყო ის, რომ იმ ძალებს, რომლებსაც არ სურდათ ეს დღე გამოიყენებინა. ძალიან კარგად გამოეყენებინა იმისთვის, რომ ძალადობის ესკალაცია მომხდარიყო და საქართველო კიდევ ერთხელ წარმოჩენილი იყო როგორც ძალიან დაბალი სამოქალაქო განვითარების ქვეყანა, რაც ჩვენთვის საერთაშორისო, თქვათ, პრესტიჟის თვალსაზრისით ძალიან სამწუხაროა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაიმალა ეს პრობლემა. გარკვეულწილად ალბათ უფრო სტრატეგიული მიდგომა იყო ორგანიზატორების მხრიდან, როდესაც ესე თქვათ, ღია მსვლელობები და საჯარო გამოხატვას მათ არჩიეს უფრო თქვათ მშვიდ ვითარებაში ჩაევლო პროტესტ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ იმ კონკრეტულ ვითარებაში ალბათ უფრო დიდი რამღირებულება იდგა სასწორზე და ამიტომ შესაძლებელი იყო მათი ჩემთვის სრულიად გასაგებია და მისაღები იყო მათი ეს პოზიცია, თუმცა აბსოლუტურად მესმის იმ ადამიანების, რომლებიც თვლიან, რომ ადამიანის უფლებებმა არ უნდა იცოდეს ასე თქვათ ადამიანის უფლებები უნდა იყოს ყოველთვის პრიორიტეტი და ხო რაღაც სხვერპლად ადამიანის უფლებები არ უნდა შევწიროთ სხვა ღირებულებებს, იმიტომ რომ ამაზე მაღალი ღირებულება არ არსებობს. თუმცა სამწუხაროდ ჩვენ ანუ ვართ ისეთ საზოგადოებაში, როდესაც ბევრი კომპონენტი უნდა გავითვალისწინოთ, უნდა გავითვალისწინოთ თუნდაც საზოგადოების სამოქალაქო თვითშეგნება და განვითარება და ალბათ ამ საკითხებზე უნდა ვისაუბროთ იქიდან თუ სად დგას საზოგადოება, ანუ იმ
დოზით უნდა ვესაუბროთ, რა დოზისაც მათთვის უფრო მეტად გასაგები იქნება. მე მესმის, რომ სამოქალაქო აქტივისტებისთვის გაცილებით მაღალი სტანდარტები არსებობს, მაგრამ ალბათ ყოველთვის არის გასათვალისწინებელი საზოგადოების მზაობა და ის თქვათ ყველაფერი ერთობლიობაში ალბათ თუ გვინდა რომ ჩვენ გქონდეს წარმატებული კამპანიები, ყველაფერი ყოველთვის არის გასათვალისწინებელი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს იყო უკანდახევა, მე ვფიქრობ, რომ მომავალში შეგვიძლია უფრო ხმამაღლა და უფრო მეტად დავიცვათ უფლებები, იმიტომ რომ ალბათ დაპირისპირება და ძალადობა ნამდვილად არ იქნებოდა თუნდაც აი ამ უფლებების დაცვის თვალსაზრისით ჩვენთვის მისაღები და ამ შემთხვევაში სტრატეგიულად ვფიქრობ, რომ არ იყო არასწორი გადაწყვეტილება. კარგი, ძალიან დიდი მადლობა და იმედი დავიტოვოთ, რომ 2015 წელს 17 მაისს ის ადამიანები, რომელნიც ძალიან აგრესიული და ძალადობრივი ფორმით ეწინააღმდეგებიან ამ დღის აღნიშვნას, რომელიც საერთაშორისო დღეა და ეს არ არის ადგილობრივად საქართველოში მოფიქრებული და მოგონილი დღე, მოგცემენ ამ დღის აღნიშვნის საშუალებას და არ დაგვიპირისპირდებიან სწორედ ისეთი აგრესიული ფორმით, როგორც ეს წინა წლებში ჰქონდა ამას ადგილი და განსაკუთრებით გასულ წელს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თანდათან ჩვენი საზოგადოება გახდება შემწყნარებლური მისგან განსხვავებული ადამიანების მიმართ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს იწყება სექსუალურად განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანების მიმართ აგრესიით და ამას აუცილებლად მოყვება სხვა ტიპის აგრესიაც მათგან განსხვავებულის მიმართ და ჩვენ პირიქით უნდა ვისწრაფოდეთ, რომ ვიყოთ ღია საზოგადოება და მრავალფეროვნება ეს არის ქვეყნის ყველაზე დიდი ალბათ მონაპოვარი საზოგადოების, თავისუფალი საზოგადოების და ძალიან მინდა რომ ჩვენთან იყოს თავისუფალი საზოგადოება. მიუხედავად იმისა, რომ თქვი რომ უკვე ბოლო კითხვას თქვა, არ შემიძლია ეს არ დავსვა, როგორ ფიქრობ შენ უკანასკნელი წლების განმავლობაში, სწორედ აი დამოკიდებულება განსხვავებულების მიმართ, როგორც ეთნიკურად, ასევე რელიგიური, ასევე სექსუალური, არის გაუარესებული შენი დაკვირვებით კონკრეტულად ერთი ადამიანის? მე ვფიქრობ, რომ გამოხატვის თავისუფლება გაიზარდა, ანუ სხვადასხვა ჯგუფები უფრო თავისუფლად გამოხატავენ, თავისუფლებას აძლევენ. ალბათ წინა წლებში ნაკლებად თქვათ ცდილობდნენ, ანუ არ ვიცი, სხვადასხვა გარემოებების გამო შესაძლებელი უფრო მეტის ეწოლა იყო მათზე ან ხელისუფლება ახერხებდა ამ ჯგუფებთან გარკვეულ მოლაპარაკებებს, რომ ესეთი რადიკალურები არ ყოფილიყვნენ. წელს ალბათ აუკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მათ უფრო მეტი საშუალება მიეცათ აი ამ გამოხატვის. გარდა ამისა, არ უნდა დაგვაუწყოთ ალბათ რუსეთის ფაქტორი, რომელიც ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ახალისებს აი ამ ჯგუფებს, იმიტომ რომ მათთვის აი ამ ქვეყნებში დემოკრატიასთან ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი არის სწორედ ის, რომ ევროპა ეს არის რაღაც მონსტრი, ანუ ერთსქესიანთა ქორწინება და ეს ძალიან კარგად მუშაობს გარკვეულ ჯგუფებზე ამ ქვეყნებში, ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ რაღაცა შიდა პროცესებია, რა თქმა უნდა, ეს პროცესები გარედანაც იმართება და ხელიც ეწყობა, იმიტომ რომ აი ამ ჯგუფებს აქვს საკმაოდ კარგი დაფინანსებაც ხშირად საუბრობენ ჩვენი ორგანიზაციების დაფინანსებაზე, რომელიც სრულიად საჯაროა და ინტერნეტში დევს ყველა ის შემოწირულობა თუ გრანტი, რასაც ჩვენ ვიღებთ, თუმცა აი ამ ჯგუფების დაფინანსების საკითხები არის აბსოლუტურად გაუმჭვირვალე და ანუ ეს თქვათ დამატებითი ხელშეწყობა, რაც ალბათ მათ რუსეთისგან მოსდით, გარდა ამისა უფრო მეტი გამოხატვის საშუალება და ალბათ ხელისუფლების დამოკიდებულებაც, იმიტომ რომ როდესაც ესეთი კრიტიკული სიტუაციები დგას, ხელისუფლებას არ აქვს ხოლმე მყისიერი და მკვეთრი პოზიცია სეკულარული სახელმწიფოს და ინსტიტუტების და წესების მიმართ. ის საზოგადოება ხედავს, რომ ის ყოყმანობს, რომ არაწყენინოს ერთ თქვა დომინანტურ ჯგუფს, რომ რაღაცა ცდილობს მოლაპარაკებები აწარმოს და ასე შემდეგ. ანუ მათ არ აქვთ ხოლმე მკაფიო პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით და ესეც რა თქმა უნდა ახალისებს აი ამ ჯგუფებს, რომ მათ შეუძლიათ უფრო მეტად გამოხატონ საკუთარი რაღაცა აგრესიული დამოკიდებულებები. და სამწუხაროა კი, ამას მეც აღნიშნავ, რომ ისინი დღევანდელ ხელისუფლებაში სამწუხაროდ მათ საკუთარ თანამოაზრეებს, როგორც საკუთარ თანამოაზრეებს, ისე მოიაზრებენ დღევანდელ ხელისუფლებას და ეს არის მათთვის ამახალისებელი და მათი სწორედ აგრესიული დამოკიდებულებისთვის. ძალიან ცუდი, არ გამოგვივიდა პოზიტიურ ნოტაზე გადაცემის დამთავრება. მაგრამ რას ვიზავთ, ეს არის ჩვენი რეალობა და მომდევნო წელი ვისურვებდი, რომ იყოს სწორედ
ამ პრობლემებთან მშვიდობიანი არაძალადობრივი ფორმით და გზით ბრძოლის წელიწადი და საბოლოოდ ყველაფერი გაიმარჯვოს სწორედ მრავალფეროვნებამ, ტოლერანტობამ, მიმტევებლობამ და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა შეგახსენებთ, ჩვენი სტუმარი იყო ნინო ლომჯარია. გემშვიდობებით მომავალ გადაცემამდე და გილოცავთ დამდეგ თუ დამდგარ ახალ წელს.